რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფიო ხორგვანი თბილისის მერიას და განათლების სამინისტროს მოუწოდებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყო. ხორგვანის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი მოსწავლეების წიგნებით უზრუნველყოფა იგეგმებოდა, ამ დრომდე არ გავრცელებულა. მისივე თქმით, მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ თანხები სკოლებისთვის უკვე გადარიცხულია, თუმცა შექმნილ სიტუაციას რატომღაც ფორს მაჟორულს უწოდებენ. მივმართავ იმ უწყებებს, რომელთაც აიღეს ეს პასუხისგებლობა, ეს ვალდებულება, დროულად მიაწოდონ ამ მოსწავლეებს ეს წიგნები და გარდა ამისა მივმართავ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, შეისწავლოს, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის სარევიზიო კომისია დაინტერესდეს ამ ფაქტით, შეისწავლოს ეს ფაქტი და ასევე გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.